ვინ არის თათია კრავეიშვილი? თათია კრავეიშვილი არის ექიმი, დერმატოლოგი, ინფექციონისტი. როგორ დაიწყო შენი გზა კოსმეტოლოგიაში 15 წლის წინ? კოსმეტოლოგიაში ჩემი გზა 15 წლის წინ დაიწყო სრულიად შემთხვევით. თავდაპირველი პროფესია ჩემი არის პედიატრია. აი ესე უცებ გაიხსნა ლოტუსი და უცებ მოხვდი შემთხვევით და მაშინ მეგონა რომ დროებით, თუმცა იმდენად ჩემი აღმოჩნდა ეს სფერო, რომ ეს დროებით გაგრძელდა უკვე 15 წელია. შენი განათლება 2005 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და კვალიფიკაცია რეზიდენტურა გავიარე დერმატოვენეროლოგიაში. მიღია მონაწილეობა ძალიან ბევრ კონგრესში, კონფერენციაზე. რომელი კურსები ან სერტიფიკატები იყო შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? მაინც მგონია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი და სერიოზული კურსი, რაც შეიძლება გაიაროს ჩემს სფეროში ექიმა არის კადავერის ანატომიური კურსი. რა შეიცვალა კოსმეტოლოგიაში ამ წლების განმავლობაში? ამ წლების განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა ძალიან კოსმეტოლოგიაში, როგორც კარგისკენ დაიხვეწა ძალიან და უფრო მრავალფეროვანი გახდა ჩვენი მუშაობის ტექნიკა და მიდგომები, ასევე პრეპარატები. თუმცა ვერ ვიტყვი რომ მარტო კარგისკენ შეიცვალა, იმიტომ რომ დღეს ძალიან მომრავლდა როგორც უხარისხო პრეპარატი ბაზარზე, ასევე არაკვალიფიციური მუშაობა პერსონალი და შესაბამისად გართულები ვფიქრობ რომ დღეს გაცილებით უფრო მეტია. რა გაძლევს დღეს ყველაზე დიდ თავდაჯერებულობას პაციენტთან მუშაობისას? გამოცდილება, რომელიც ძალიან ბევრს ნიშნავს, რა თქმა უნდა, ცოდნაც და სიყვარული ჩემი პროფესიის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ თუ გიყვარს, მეტად პასუხისმგებლიანი ხარ და მეტად კარგად ასრულებ ყოველთვის საქმეს. ერთ წინადადებაში როგორ აღწერდი შენს პროფესიულ სტილს? ინდივიდუალიზმი, მინიმალიზმი. რატომ შეიძლება იყოს სახის მოვლაში დაშვებული შეცდომები ძალიან ძვირი? არასწორი მუშაობა, არასწორად შერჩეული პრეპარატი, ინდივიდუალურად პაციენტის რეაქცია ამ ყველაფერზე. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ პაციენტი არ ენდოს ბრმად კოსმეტოლოგს? იცით რა, ვერ დაგეთანხმები, რომ არ უნდა ენდოს. როდესაც მიდიხარ ექიმთან, უნდა ენდობოდე. ძალიან მნიშვნელოვანი არის. რატომ არ იძლევა ყველა ინექცია სასურველ შედეგს? ინექცია უმეტეს შემთხვევაში იძლევა სასურველ შედეგს. არის რა თქმა უნდა ინდივიდუალურად ერთ პაციენტის ორგანიზმის და ჯანმრთელობის პასუხი კონკრეტულ ინექციაზე, რასაც რა თქმა უნდა ყოველთვის ვერ გათვლით, არის ისეთი ინდივიდუალური შემთხვევებიც. თუმცა როგორც წესი ინექცია სასურველ შედეგს იძლევა ყოველთვის. რაზე მეტყველებს პაციენტის კანი და რამდენად მნიშვნელოვანია ის სპეციალისტისთვის? ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამის მიხედვით ვარჩევთ ჩვენ უკვე პროცედურას. რატომ უნდა დაიწყოს ნებისმიერი პროცედურა ჯერ კონსულტაციით და შემდეგ უკვე ინექციით? კონსულტაცია ნებისმიერ პროცედურამდე აუცილებელი არის, რადგან ეს არ არის, ხშირად ვთქვათ, დარეკავს პაციენტი და ვთქვათ, ამდენი წლის ვარ და რომელ პროცედურას მირჩევ. პროცედურა არ ირჩევა ასაკის მიხედვით. ეს ინდივიდუალურად ირჩევა კანის მდგომარეობიდან გამომდინარე. ის დგება რეალურად კარგი შედეგი, ცოდნიდან გამომდინარე თუ ტექნიკიდან გამომდინარე? ორივე აუცილებელია. ცოდნა რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ინდივიდუალური ტექნიკაც აუცილებელია. რატომ არის ინექციური კოსმეტოლოგია პასუხისმგებლობა უფრო და არა უბრალოდ ტრენდი? ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არის, რადგან ამ დროს ჩვენ საქმე გვაქვს ცოცხალ ორგანიზმთან, რომელსაც აუცილებლად ჭირდება ძალიან კარგად ანატომიის ცოდნა, პლუს კანის ცოდნა, პლუს ორგანიზმის პასუხს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერზე და ესეც აუცილებლად უნდა წინასწარ გამოვიკითხოთ და ეს ტრენდთან არ არის არანაირ კავშირში. რატომ არის ბუნებრიობა ყველაზე ლამაზი შედეგი?
ეს საკითხიც ალბათ ძალიან ინდივიდუალურია. მე პირადად, რა თქმა უნდა, მომხრე ვარ ბუნებრივობის, თუმცა რა ვიცი, გემოვნების საკითხია. რომელია ის ერთი კითხვა, რომელიც კოსმეტოლოგმა აუცილებლად უნდა დაუსვას პაციენტს? ეს ბევრი არის საჭირო და აუცილებელი კითხვა, სანამ გადაწყვეტ რა პროცედურა ჩაუტარო პაციენტს, თუმცა მაინც ალბათ ალერგიულობის შეფასება მნიშვნელოვანია ძალიან. და ბოლოს, თათი, რა არის შენი პროფესიული საიდუმლო? ეგ უკვე ჩემთან კაბინეტში.